პროექტი, რომელმაც მთელი საქართველოს მასშტაბით 5000-ზე მეტი ახალგაზრდა გააერთიანა, დასკვნითი კონფერენციით დასრულდა. კონფერენციაზე მონაწილეებმა მიღწევებზე ისაუბრეს. ახალგაზრდების ჩართულობით პროექტი 5 თვის განმავლობაში 63 მუნიციპალიტეტში მიმდინარეობდა, რომლის დასრულების შემდეგ მოხალისეებმა თავად დაგეგმეს აქტივობები, მათ შორის 100-მდე სამოქმედო გეგმა და პროექტი. დღეს შევაჯამეთ ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ დაფინანსებული და საგრანტო კონკურსში გამარჯვებული კიდევ ერთი პროექტი, რომელიც ჩვენმა კარგმა პარტნიორმა ორგანიზაციამ Helping Hand-მა განახორციელა. აღნიშნულმა ორგანიზაციამ ფაქტობრივად მთელი საქართველო დაფარა და მინდა დიდი მადლობა უთხრა თითოეულ ახალგაზრდას, რომელიც პროექტში იყო ჩართული და თავისი მოხალისეობრივი წვლილი შეიტანა. პროექტის ფარგლებში ახალგაზრდებს პირველ ეტაპზე ჩაუტარათ საგანმანათლებლო სესიები, რის შემდეგაც უკვე საჭიროების და მიხედვით განახორციელეს მოხალისეობრივი პროექტები და ჩართეს დაახლოებით 5000-მდე მოხალისე. პროექტები შინაარსის მიხედვით განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან, მოიცავდა მხარდაჭერას როგორც მოხალისეების, ასევე სხვადასხვა საჭიროების მქონე ახალგაზრდების, ასევე მოიცავდა გარემოს დაცვით აქტივობებს. პირველად ამ პროექტის შესახებ გავიგე სოციალური ქსელიდან, დავინტერესდი, შევავსე, განახორციელეთ პროექტი, რომლისგან ვისწავლეთ, როგორ უნდა გადავამუშავოთ სახლის პირობებში გამოყენებული ქაღალდი და შევქმნათ ახალი სიცოცხლე, ახალი ბლოკნოტები და ასე შემდეგ. უცხოეთის სიახლეებით